გამარჯობა, კონცერტევა დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა წლის პირველი ვიდეოა ეს. მე და დიმამ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ტალანტი მოგიძებნეთ და დღეს დეტალურად გაგაცნობთ მას. სანამ ახლა საქმეზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ რომ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. კონცერტევას განსაკუთრებით ჭირდება თქვენი თანადგომა და მხარის დაჭერა, ბავშვებს წახალისება და გათამაშებაც ჩვენთან არის, ამასაც აქვე შეგახსენებთ. 1000 ლაიქზე როგორც კი ავა დღევანდელი ვიდეო 20 მაისურს გავათამაშებთ. მარტივი არის წესები, ამაზე ბოლოში დეტალურად აგიხსნით, ასე რომ ბოლომდე უყურეთ ჩვენს დღევანდელ ვიდეოს. მოდით იმა ახლა გავაცნოთ ჩვენი დღევანდელი ტალანტი დეტალურად გავშალოთ. გამარჯობა, კომენტარებში ხშირად აღნიშნავდით რომ ცოლის ხილვა გინდოდა ჩვენს გადაცემაში და ჩვენ შევარჩიეთ ძალიან საინტერესო ბიჭი, მარჯვენა მცველი ნიკოლოზ კობზონაძე, რომელიც ნეოს აკადემიის ფეხბურთელია და მასთან დაკავშირებით შეგვიძლია ძალიან ცლად ვისაუბროთ და ძალიან კარგად გავაცნოთ გულშემატკივრებს. პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ ბათუმის ტურნირი იყო საერთაშორისო ტურნირი შემოდგომაზე და იქ ჩავედი, მინდოდა რომ ცველი შეგვერჩია და ბევრ ცველს ვაკვირდებოდით და ამ ეტაპზე არჩევანი გავაკეთეთ ნიკოლოზზე, რომელსაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა იმ ტურნირზე, ძალიან მაგარი გოლიც გაიტანა, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ როგორ თამაშობდა დაცვაში. ერთ-ერთზე რამდენად კარგი იყო და იგივე პრესინგში როგორ მონაწილეობდა და რა თქმა უნდა ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია შეტევაში როგორ გადადიოდა და შეიძლება უფრო მეტი სიხშირით უნდა გადადიოდეს შეტევაში, მაგრამ როცა გადადიოდა ძალიან გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდა, ძალიან კარგ პასებს აკეთებდა, იგივე დრიბლინგებიც და ჩემი აზრით საკმაოდ დაბალანსებული ფეხბურთელია, რომელიც ახლა იუეში იყო ჩასული ერთი კვირით. აკვირდებიან და იქ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა აკადემიის ხელმძღვანელებს საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დარჩათ მასზე. ანუ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ისეთ თუნდაც გრანდი იყოს კლუბი, არის რაღაც ჩავარდნები, თაობები არ მოდის ხოლმე, მაგრამ აი US-ის შემოადგენლობა, სადაც ნიკოლოზ მეიოვარჯიშა ერთ-ერთი გამორჩეულია, ამ გუნდის 6 ფეხბურთელი იტალიის ასაკობრივ ნაკრებშია და მართლა ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად იცხოვრა და ივარჯიშა ის ერთი კვირის განმავლობაში. 5 სრულფასოვანი ვარჯიში იყო და არა მარტო ის არის მნიშვნელოვანი, რომ თქვა US დონის გუნდების წინააღმდეგ ითამაშოს და წარსულში მას ორჯერ ქონდა თამაშები US წინააღმდეგ და ესეც იყო რაღაც ბმა იყო, იმიტომ რომ უბრალოდ მარტო ვიდეოთი ნანახი არ იყო, ანუ ცოცხლად ნახეს კობზონას თამაში და შემდეგ ეს ინტერესი მოდიოდა, ხო? ანუ გრძელვადიანი პერიოდი არის, ეს სწრაფად არ ხდება, ხო? ასე დიდი კლუბის მხრიდან ინტერესი და ორჯერ ითამაშა US წინააღმდეგ, ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ უკვე მისი მენეჯერები პეტრე სარდანაძე და სანდრო ჭელიძე მუდმივად აწვდნენ ინფორმაციას US კობზონას თამაშების შესახებ, საკლუბო იქნებოდა თუ სანაკრებო და ძალიან ინფორმირებული იყო UE და შემდეგ UE-მ გადაწყვიტა რომ ერთი კვირით მიეწვიათ. ანუ მნიშვნელოვანია ის რომ არა მარტო ითამაშონ, რაც წეგან ამბობდია, მაგრამ მარტო ითამაში US წინააღმდეგ, არამედ რაღაც პერიოდი იცხოვრო კიდეც იქ რა. ის გარემო ნახო რა. მართალია დინამოს აკადემია ძალიან მაგად მუშაობს და ის ფაქტიც რომ ნიკოლოზმა იქ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ეს დინამოს აკადემიის დამსახურება, მაგრამ მაინც რაც უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს, მით უკეთესია და უნდა დაინახოს სათხარში სად არიან ისინი და რამ ხელა არის სხვაობა ჩვენსა და იმათ შორის და რამდენად შეგვიძლია კონკურენციის გაწევა და კობზონამ დაამტკიცა მე მგონი რომ დაამტკიცა და ბოლო ვარჯიში იყო ორქრივი თამაში, სადაც მეორე გუნდის ფეხბურთელი იყო რაფაელ მაცოტა, ეს არის იტალიის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი და კობზონას კონკურენტი იყო იმ გუნდში. ძალიან კარგი საბეჭდილება დატოვა ნიკოლოზმა, ძალიან ხმამაღალი რამის თქმა არ მინდა, მაგრამ როგორც მინიმუმ არანაკლებია ნიკოლოზი მასზე. და დარწმუნებული ვარ იმ გარემოში რომ უფრო დიდი ხნით იყოს ადაპტირდეს გარემოში გაცილებით ანუ არათანაბარ პირობებში იყვნენ, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის იყო საკუთარ კედლებში, შენ აქედან ჩადიხარ და სად ჩადიხარ, ნერვიულობის ფაქტორი გემატება, ამდენი უცხოელია, საერთოდ სხვა სივრცეა, კონკურენცია, თან იცი რომ მოდი ესე ვთქვათ, მეტყვი რომ ერთი შანსი გეძლევა რა და ვიღაცა შეიძლება 3 მიეცეს, მაგრამ უფრო ხშირად არის ერთი შანსი უნდა გამოიყენო და ამას რო უძლებდა, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ აჯობა რა, ბევრად კარგად წარმოაჩინა თავი და ისიც რომ სულ მცირე რომ იმად დონეზე და დააყენა თავის შესაძლებლობები და გააცნო, ეგეც მაგარი ამბავია და ამ ხელა დაინტერესება რო არის იუვენტუსის მხრიდან და იტალიის ნაკრების წევრს რო ჯობნი და არ ვიცი, უბრალოდ დიმაებს ეხა შენი თქვი რომ ის ყველაზე ცუდი მომენტი ის იყო რომ პასპორტმა შეუშალა ხელი ისევ რა. პასპორტი ყოველთვის გვიშლის ხელს არა ევროკავშირელობის ასე ვთქვათ. პასპორტი და რო ყოფილი იყო ეგ შემთხვევა შეიძლება საერთოდ დაიტოვებინათ რა. ანუ ჩვენ არა მარტო ცოცხლად ნახეთ, ამას ჩანაწერებიც ნახეთ. აი შენი შთაბეჭდილება როგორი იყო? ჩვენ წეგან კარგად დაიწყე ბალანსი ახსენე რა და მარჯვენა მცველი თანამედროვე ეპოქაში. პირველი გახსენე რომ კაფუ, ალვეში, ლაბი, ხო? პირველ რიგში მაინც ფეხბურთმა ესე მოიტანა, შეტევასთან ასოცირდება და წინ როგორ ერთვები ასე შემდეგ. მაგრამ
არ არის დასავიწყებელი ის ფაქტი, რომ თანამედროვე ფეხბურთში ბოლო წლებში წამოვიდა ტენდენცია ცენტრალურ მცველებს წევენ ფლანგზე, ხო? იგივე იოშკო გვარდიოლი, ჟიულ კუნდე და სხვები არიან. ანუ მაინც პირველ რიგში კარის უსაფრთხოება და იქ ზონის დაკეტვა და დაზღვევა და ასე შემდეგ რა. კობზონას ანუ აღნაგობიდან გამომდინარე 185 არის სიმაღლეში. ცენტრალურ მცველადაც თავისუფლად ითამაშებს. 16 წლისა და კიდე გაიზრდება. ეგეც გასათვალისწინებელია, მაგალითად 5 ცველიან სქემაში მარჯვენა მცველი როგორც გოგლიჩიძე თამაშობს ჩვენ და ასე შემდეგ. ამა თავის აღნაგობიდან გამომდინარე ძალიან სწრაფი არის. ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის, საჰაერო ორთაბრძოლებს სტაბილურად იგებს. ხისტი არის და რაც მომეწონა არერიდება და ეგრევე შედის ვარდნებს კადრებსაც ხედავთ, ანუ ამდენი წარმატებული ვარდნა და თან რისკის შემცველი შეიძლება არათი მიიღო. ესე სუფთად გააკეთო და ესე წინასწარ ერთი ნაბიჯით ხედავდე, ანუ იტალია ხო სხვა დონეა რა, ეხლა სერია შეიძლება დონე დავარდა სერიაში საერთოდ და ეგრეც არის, მაგრამ დაცვაში თამაში ქართული ფეხბურთელები ამტკიცებენ ხა რა. ლოჩოსაც ძალიან გაუჭირდა, გოგლიჩასაც ძალიან საერთოდ სხვა დონე და სამყარო არის, იქ ჩახვიდე და მცველმა თავი გაიტანო. გაცილებით ადვილია რომ თავდამსხმელმა და ასე შემდეგ რა. და ეგ ამ გამოცდას გაუძლო და ძალიან მომწონს ის რომ ანუ მე ვიტყოდი 60-40-ზე ვიტყოდი დაცვას და შეტევას რა ამ ეტაპზე 16 წლის ეხა გახდა და 60-40-ზე ძალიან კაი ბალანსი არის და მე მივესალმები მაინც მცველი რო ხარ პირველ რიგში თუ ეხა რავი უკან ზონას ტოვებ და სამაკაცმა უნდა დაგაზღვიოს და შენ შეტიმაში წადი დადექ თავდასხმაში და იდექი რა კიდევ ერთ ამ პროფილურად პროფილ თვალსაზრისით კობზონას თამაშები რო ნახეთ პირველ რიგში ამან მომხიბლა მე რომ ძალიან კაი ბალანსი აქვს რა. ხო, ბალანსის გარდა მრავალმხრივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. გარდა იმისა, რომ ლატერალის თვისებებიც აქვს და მარჯვენა მცველის და ასევე ცენტრალურ მცველადაც ხედავთ, ხშირად შედიოდა საყრდენის ზონაში. და საყრდენის ზონაში შედიოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა დაცვითი ფუნქციები შეესრულებინა, არამედ ბურთის ამოტანაშიც მონაწილეობდა. ხო, მარტო დაზღვევა არ იყო და კადრებსაც ხედავთ, რომ იქ ბურთის ამოტანაშიც იღებს მონაწილეობას. ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მაგალითად წინა სეზონში ხშირად იყო შემთხვევები, როცა 2 წლით უფრო სებში თამაშობდა და ანუ ეგეთ ასაკში 1 წელიც კი ძალიან ბევრს ნიშნავს, არა თუ 2. და ამის მიუხედავად ფიზიკურად ძალიან კარგად გამომართავს მაგ პრაქტიკას, ეგეც აღსანიშნავია. სტიმულს აძლევს ხოლმე ფეხბურთელებს, რომლებიც პროგრესირებენ და ეს მიდგომა დანერგილია დინამოში და კობზონას შემთხვევაც ასეთია. დინამოს აკადემიის როლი იმაში, რომ ეროვნულ ნაკრებმა წარმატებებს მიაღწია არის ძალიან დიდი. ის იქ რა შრომაც იდება, ამაზე სულ მინდოდა რომ აქცენტი გამეკეთებინა და ანუ უფრო მეტად უნდა იცოდნენ ხალხმა ამის შესახებ რა და ეს დავამატებ, რომ არა მარტო ფიზიკურად და ტაქტიკურად და ასე შემდეგ, რა განათლებასაც ხო ექცევა ყურადღება და მენტალური თვალსაზრისითაც ამზადებენ ფეხბურთელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში. თუ დაითრგუნა ბავშვი და რაღაცაზე ვერ გაიხსნა, მე შეიძლება საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდეს მისი კარიერა და აი ნუ ცველი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმიტომ შევარჩიეთ, რომ ნაკრების თემიდან გამომდინარე, სხვათა შორის 21-ში და ზოგადად რაც უფრო იზრდება ასაკი, უკანა ხაზში გვემატება პრობლემები და ახალი თაობა რომ მოდის, ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევთ, ანუ რა, მაგიტო წარმოაჩინა ხარებაშვილი ხო არის მარცხენა მცველის პოზიციაზე, მოუთმენლად ველით რომ ნაკრებში უკვე ჩაჯდეს, დებიუტი კი ქონდა, მაგრამ ის იყო დებიუტისთვის ასე თქვა. და მარჯვენა ფლანგზეც დავანახოთ მაყურებელს, რომ მოდიან ბიჭები და ესე არ არის, ანუ რა, რამდენიმე წელიწადში საკმაოდ ანგარიშ გასაწევი და თანამედროვე სტილის ნაკრები უნდა მყავდეს, ეს არის ჩემი ოპტიმისტური პროგნოზი რა. თქვენ რამდენად გეთანხმებით თამაში, უკვე ვიდეოს როცა ნახავთ, კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად ჩვენს დღევანდელ ტალანტთან დაკავშირებითაც და იმ ჩვენ აზრთან დაკავშირებითაც. ნუ ოპტიმიზმის საფუძველს ის მართლებს, რომ იგივე მარჯვენა მცველის პოზიციაზე, ეხლა არ მინდა ყველა სახელი და გვარები ჩამოთვალ, მაგრამ საკმაოდ დიდი კონკურენცია იქნება უახლოეს პერიოდში. თავი ამ ბიჭებმა შრომა გააგრძელონ, ისტორიული დამოკიდებულება გააგრძელონ, როგორც მოდიან აქამდე. და დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგენენ და ევროპაში მაღალ დონეზე ითამაშებენ. ახლა სანამ ჩელენჯებზე გადავალთ და ახლოს გაგაცნობთ ჩვენს ტალანტს, იქამდე მოდით იმას შევადგინოთ FIFA-ს კარდი და დავიწყოთ მონაცემებით. სისწრაფე 83. დარტყმა 73. პასი 80. დრიბლინგი 78. დაცვა 85. ფიზიკა 85. და საერთო მონაცემები შევადგინეთ და 83 ხედავთ მონიტორზე. შეაფასეთ თქვენი კომენტარები დაწერეთ ამასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არის ჩვენი პირადი მოსაზრება და პერსპექტივაში უნარებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ამ მონაცემებამდე ავარ უფრო წინათ წავა რა. ეხლა გადავიდეთ ჩელენჯზე და რა თქმა უნდა ველოდებით მოვთვალოთ თქვენს შეფასებებს.
3 3 და 90 ძალიან მაგრად გაიქცა. ბრავო. მაგარი იყო. აღალია. ცოტათი აცია. ეგარი. მაგრად გვიჭეს ამ პოზიციაზე და კონცერტებამ კიდევ ერთ საჭირო კადრს მიაღნა. Ani რა კარგად ჩაუდგა. აი, ჩვენი რასაც ვამბობდით, ფიზიკურად გამოჩნდა კლდესავითა. ძალიან კარგი ფიზიკური მომზადებაა. ქართული ჰაკიმი. ოჩა. რომელი გაიმეორებ აბა ამას? მე ვერა. მე გავიმეორე. მიდი დიმსონ. აუ, ღატა. ომატა. არ მომწო. ბიჭო. კიდე. დაარტი აბა. დაარტი. აი გარი. ამით არ უნდა იბლატაო რო არ შეგიძლია. აი თავიდან არა. მეტი დუბლი აღარ იქნება ძმა. აქ დადგმული არაფერი არ არის. всё. ჭრა დამთავრდა. ყველაზე მაგრადა არტყა ვაფშე აქამდე ვიწას დაურდა. 76. გავედით ფინიშისკენ და აბა შეაფასე ჩვენი კარდი. ასიტყვი. შეავლე თვალი მონაცემებს. ეს ჩვენგან სამახსოვროთ. კამერასაც ვანახოთ. წლების შემდეგ ეს შედეგი უნდა დააფიქსირო. არა, აქამდე უნდა მივიდეთ და აცდეს მე რა. კი. 8 წლიდან ხარ დინამოს აკადემიაში და დინამოს აკადემიის როლი შენს განვითარებაში. რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია. ძალიან დიდია, რადგან მათთან ერთად დიდი გზა გავიარე, ყველაფერი მასწავლეს, დიდი გამოცდილება მივიღე და ყველაფერი კარგი დადებითი. რაში არის კობზონო ყველაზე მაგარი მოედანზე შენი თავი დაახასიათო აი სახიფათოობის და დადებითი მიმართულებით რა პირველ რიგში რას თქო? აგრესიული, სწრაფი, ბევრსაუბი ვარ ყველაფერი. აი ტურინის იუვენტუსში იყავი ერთი კვირით ახლა და ახლახანს ჩამოხვედი და როგორ შთაბეჭდილებებით დაბრუნდი და როგორ შეაფასებ ამ ერთკვირიან პერიოდს? კარგად შევაფასებ. კარგი დატვირთვა იყო, ვარჯიშებიც კარგი, ყველაფერი კარგი იყო. კარგად შევაფასებ. გაიზარდა შენი თავდაჯერება. ეხლა საპირისპიროს კითხავ. რაზე მუშაობ ყველაზე მეტად რომელი ნიუანსის გამოსწორება გინდა შენ თამაშში? რას დახვეწავდი ყველაზე მეტად აი ხა ამ წერტილიდან? ალბათ უფრო მეტ შეტევაში ჩართულობას უფრო მეტს. რომელ გარემარბთან გაქვს ყველაზე ისეთი ქიმია, კარგად რო უგებ. ფრანკსო კარგად აკონტროლებთ. ბინიევთან უფრო კარგად ვარ შეწყობილი, რადგან დიდი ხანი ერთად ვარ და ერთად მოვდივარ და კარგად ვარ შეწყობილი. შენი საყვარელი კლუბი რომელია ევროპაში? ბარსელონა. ბარსელონა.
თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსალიზმი და როცა ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობს. გარდა მარჯვენა მცველისა, რა პოზიციებზე თამაშობ ხოლმე და ამ პოზიციის გარდა სადგზნობ თავს კომფორტულად. ცენტრალურ მცველად ალბათ. და მარჯვენა ფლანგზეც მაგრამ უფრო ალბათ ცენტრალურ მცველად. შენი კუმირი ვინ არის თანამედროვე ფეხბურთელებიდან და მაინტერესებს აი რამდენად აკვირდები მის თამაშს და რაღაცებს ხარ სწავლობ მისგან. ჩემ პოზიციაზე ჰაკი. მოვაკვირდები შეტევაშიც, ყველაფერი დაცვაშიც და ბევრი რამ ვისწავლე მისგანაც. აი რომელ ტაქტიკურ სქემაში გზნობ თავს? ყველაზე კომფორტულად. როცა სამი ცენტრალური მცველიდან ერთი შენ ხარ, თუ როცა 4 მცველი თამაშობ და 4 მცველი. უფრო. ამ 3 მცველის, მაგრამ უფრო 4. რა არის შენი ოცნება, აი რომელ სტადიონზე პირველად ამას კითხავ, რომელ სტადიონზე თამაში არის ყველაზე დიდი მიზანი რავის რა, ბავშვობიდან. ალბათ კამპნოუსზე რა ამ ბარს. მაინც ბარსასკენ წახვედი. აი წლების შემდეგ როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშებ, რა ნომრით თამაშებ? რომელ ნომერს აირჩევ? 2 ნომერი მინდა მე. 2 ნომერი უფრო. ეს პოზიციიდან გამომდინარე შეგირჩიეს 2 ნომერი თუ შენი სურვილი იყო? პოზიციიდან. ეხლა ალბათ უკვე შენი საყვარელი ნომერია. საუკეთესო ფეხბურთელი ვინა შენი აზრით დღესდღეობით? დღესდღეობით ალბათ ეხა კილიან მბაპე. კილიან აი ობიექტური კაცია რა, ბარსას ხომაგურს და მბაპეო. აი ვარჯიშების შემდეგ რაზე მუშაობ დამატებით? ჩაწოდებებზე, დარტყმებზე, დაცვაზეც. ყველაფერზე. მარცხენა ფეხზე? მარცხენა ფეხზე. ოცნება რა არის შენი საფეხბურთო ოცნება რო თქვა პირველ ლიგში და მაქსიმალური მერე ისი მიღწევა გინდა. დიდი ფეხბურთი ვითამაშო და ეგაა ჩემი ოცნება, დიდი ფეხბურთი ვითამაშო და ჩემ ოჯახთან ერთად ვიყავ ბედნიერი. ჯიგარი ხარ. იდეალური პასუხი იყო. მადლობა. გაასწორა მაგრად შენთან ჩელენჯებმაც, ინტერვიუმაც ყველაფერმა და დიდი იმედი მაქვს რომ უკვე სხვა საფეხურზე გნახავთ მე და შეგხვდებით. თქვენ კიდე რა კომენტარებში დაგვიწერეთ როგორ მოგეწონათ თლიანად დინამოში კიდევ ერთხელ სტუმრობა და რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა ბოლო, კიდევ დავბრუნდებით აქ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო რომ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ, დაგვიწერეთ კომენტარები. როგორ მოგეწონათ ჩელენჯი, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, დაგვიწერეთ კომენტარები, თქვენს თითოეულ კომენტარს ვეცნობთ და შემდეგი ჩელენჯებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ. მოდი ახლა ჩვენ დღევანდელი ვიდეოს მეორე ნაწილზე გადავიდეთ. გუშინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები იყო, პარი სენ-ჟერმენი მონაკოსთან მოიგო და შეაფასეთ იმა თამაში, როგორ მოგეწონა? ძალიან სანახაობრივი თამაში გამოვიდა, მონაკომ ისე დაიწყო, რომ საინტერესოდ დაიწყო ძალიან. ელოდი რომ ძალიან სანერვიულო იქნებოდა, ხო, მაგრამ მალევე დაუმთავრეს. მოდი სხვა კუთხით შევეხოთ ახლა მაგას რა და როგორ მოგწონს ზოგადად გუშინდელიდან გამომდინარე პარი სენ-ჟერმენის თამაში, ხვიჩას გუნდში მდგომარეობა და ასე შემდეგ. ნუ როცა ძალიან დიდი წარმატება მოდის, ან ჩემპიონთა ლიგას იგებან ევროპის ჩემპიონი ხდებიან რაღაც გავსი, შემდეგ რაღაც ჩავარდნები მოდის რა, ყველა გუნდს ემართება, ნუ რავი, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველას ემართება და ნუ PSG-ც არ არის გამონაკლისი. მიუხედავად ამისა, ის რაღაც ჩავარდნები რო იყო, თქვა პირველ ნაწილში ნუ მაინც ვერ ვიტყვი ჩავარდნები იყო, მაგრამ შეიძლება უფრო ხარისხის კუთხით იყო, შეიძლება რომ უფრო მეტის სურვილს ტოვებდა რა PSG, მაგრამ იგივე წელს რაც იყო, პირველი სეზონი, პირველი ნაწილი ჩაუვარდათ, არ იყო კარგი და მეორე ნაწილში ხო ნუ მაგრამ მათ კვარაცხელია რო ჩაერთო, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. კვარა იმხდათ იმდენად დიდი მასშტაბის ფეხბურთელია, რომ ანუ რაც ვინისიუსი, ან ისეთი ფეხბურთელები, რომელსაც დაცვით ფუნქციებს არ ავალებენ. ანუ ჩემი აზრით მაგ მასშტაბის ფეხბურთელია, უბრალოდ ლუის ენრიკეს ის ეყავს, აი ამ შავ სამუშაოსაც ასრულებინებს და ანუ შავ სამუშაოს რო ასრულებ, მაშინ ეს გავლენას ახდენს შენს შეტევით პოტენციალზე, ხო? არბიტრაჟის კოეფიციენტი წინ იკლებს. ხო და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ან ენრიკე უნდა შეცვალოს რაღაც დამოკიდებულება, ან ცოტა სხვა გუნდში უნდა გადავიდეს რა. მე მინდა რომ სხვა გამოწვევა მიიღოს, სხვა ჩემპიონში გადავიდეს. არ მინდა რომ კვარაცხელია, თქვა ეხლა კარიერის საუკეთესო წლები ლიგა 1-ში გაატაროს და დარწმუნებული რომ თვითონაც ფიქრობს ამ თემაზე. ხო, არ გვინდა. ხო, იგივე პრემიერ ლიგა ძალიან საინტერესო იქნება რეალი ბარსა. ისეთ დიდ გუნდში უნდა გადავიდეს რა, ისტორიაც რო დიდი აქვს და ახლაც რო დიდი გუნდია. მე ასე ვხედავ. აი გუშინ რეალის თამაშსაც შევალე თვალი და ზუსტად ვინისიუსი კარგად ახსენე, შემშურდა რა, რომ უყურებდი, იმიტომ რომ იმდენად ლაღი და თავისუფალი იყო შეტევაში და გუნდი მასზე თან მიუხედავად რომ მბაპე ყავს და რა ხელა ფიგურაა მბაპე, ხო? მაგრამ სრული კომფორტი ჰქონდა ვინის იქ უკან ჩადიდა, თავი დააკალიდა რაღაცა და ვარდნები რო აქვს, მალდინის ვარდნებს რო აკეთებს უკან და მცველებს რო ეხმარა, ანუ ეგეთ რაღაც ვინისიუსისგან თუ გახსოვთ ვინმეს, რა თქმა უნდა, დაგვიწერეთ კომენტარებში ვიდეო მოგვაწოდეთ, რომ დაცვაში ეგეთი სკილი. აუ, მე არ მახსენდება. მე ვარ არსენალის გულშემატკივარი და მიკელ არტეტას ვურჩევ, რომ ხუჭა კვარაცხელეთი დაინტერესდეს. არ ვარ წინააღმდეგი მარცხენა ფლანგზე, ძალიან მარტივად შაჯდება არსენალში თუ გადავაკვარა. ხვიჩას შევეხეთ და ავტომატურად საქართველოს ნაკრებთან არის კავშირში, რა თქმა უნდა და ერთი თვე რჩება სანაკრებო პაუზამდე, ნუ წლის პირველი სანაკრებო შეკრებაა. და ჩვენი გუნდი ნახევარი, მოდი ასე ვთქვათ, არის უთამაშებელი რა. თქვენს შეამჩნევთ მაყურებლები
ხშირად ახსენებთ ამ სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. ყოველთვის არის შეწუხებულია ხალხი რა და დავფიქრდი რომ აი თურქეთთან რომ მოგვეგო და პლეი-ოფი გვეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატის, ხო? ან თუნდაც ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოგვეგო. ახლა ვიქნებოდით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ნაკრების ლიდერები პრაქტიკის გარეშე გვყავს, ზოგი ტრავმირებულია და იქნებოდა ხვიჩას და ჟორჟის სათრევი მთელი გუნდი, ასე ვთქვათ რა. და აი ეს თემა მაწუხებდა დიდი ხანი და ამ დღეს მინდა რომ ცოტათი გავშალოთ და თქვენი აზრი განსაკუთრებით გვაინტერესებს. ქოჩორათი დავიწყებ და ქოჩორას შევეხები. მე და დინო ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებით და ჩემი მოსაზრება ეგეთია რომ საქართველოს ფეხბურთელმა ზოგადად ყველას ეხება ეს, მაგრამ ჩვენი გვტკივა რა. როდესაც გადაწყვეტილებას იღებ კარიერულად და ასე შემდეგ, აი ბუდუს მაგალითი მინდა მოვიყვანო, როცა გადავიდა ბუნდესლიგაში, ჰაიდენჰაიმში, ბუდუს ასაკიდან გამომდინარე, ეგ ოფერი შეთავაზება რომ გაეშვა, შესაძლოა ბუნდესლიგაში ვერ ეთამაშა. ვერასდროს. უნდოდა რა, ითამაშა, ასაკიდან გამომდინარე იჩქარა. ქოჩორაშვილი კარიერიდან გამომდინარე იმდენად ესეთი დაღვინებული, მომთმენი, ძლიერი მენტალიტეტი და ფსიქოლოგია აქვს რა, რომ იცდი და 24 წლის, 23-24 წლის ასაკში გამოჩნდა საერთოდ და ამდენი ხანი იშრომა, საიდან დაიწყო და მოვიდა აქამდე და ქოჩორასგან ეგეთ გადაწყვეტილებებს მიჩეული არ ვართ. და იგივე სპორტინგის სტილიდან გამომდინარე რა, ანუ რა უკანა ისტორია ქოჩორას, ხო? პირადად ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლა ლიგაში, რომ აღზევდა ლევანტე, ბევრი გოლი გაიტანა, გადამწყვეტი ითამაშა. ძალიან მინდოდა მოკლედ, რომ ეთამაშა ლა ლიგაში ერთი წელი მაინც ქოჩორას, იმიტომ რომ ღრმად მწამს და მჯერა მაგის იქაც იტყოდა თავის სიტყვას და ცოტა უკეთესი გუნდებიდან იქნებოდა შემოთავაზებები. და სპორტინგი ლა ლიგა ორთან შედარებით დონე საკმაოდ მაღალი არის. ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ხშირი სტუმარია, ძალიან ხშირად თამაშობს ეს გუნდი და სტილისტურად რო ავიღოთ, აი ქოჩორა როგორი ფეხბურთელი, ხო? 4-3-3-ან 5-3-2-ის კაცია, 3 ნახევარმცველიან სქემაში თამაშობს, box to box, უფრო 6 ნომერია. სწრაფი ნახევარმცველი არ არის, აი კანტეს ტიპის სახტენი არ არის, მაგრამ არის მებრძოლი, ძალიან ძლიერი ფიზიკურად, 120 წუთს შეუძლებელი არ იღლება და ანუ გუნდი რომელიც თამაშობს 3-4-3 სქემას, სპორტინგი უკვე წლებია. ანუ ორი ნახევარმცველი ყავთ ცენტრში. ძალიან გაუჭირდებოდა კონკურენცია, მან ეგ თავიდანვე შეინიშნებოდა და ამ ლაღ სუბუქ და სწრაფ სქემაში მისთვის ძალიან უცხო იყო რა. ის გასაგებია რომ გამოწვევებს იღებს და არ უშინდება და დარწმუნებული ვარ ბოლომდე მიაწვება, არ დაიხევს უკან. მაგრამ ჩემი აზრი ეგეთია რომ რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრია და ძალიან არ მინდა რომ რაღაც ზედმეტად გადავიდე რა სხვის საქმეში, მაგრამ ნაკრების გულის ტკივილიდან გამომდინარე რომ აი საკვანძო ფეხბურთელები იგი მამარდაშვილიც, ქოჩორას და სხვაებიც არიან უთამაშებლები ყავს რა და ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის სამწუხაროდ არ გვაქვს მაგის ფუფუნება რომ შევავსოთ რა და ამ ხალხის გარეშე ფონს გავიდეთ. ეგ არის ჩემი აზრი რომ ლა ლიგაში მეტი პრაქტიკა, მეტი შანსი და უკეთესი პერსპექტივა. ეხლა მეოთხე არჩევანი არის სპორტინგში ამ მომენტისთვის. მეორეც აღარ არის უკვე რა და ძალიან გული მწყდება მაგაზე რა. ხო, მაგრამ ქოჩორას პიროვნებიდან გამომდინარე ძალიან ლოგიკური მგონია ის რომ სპორტში გადასვლაც და რო დარჩა სპორტში ეგ ძალიან ლოგიკური მგონია. ხო, უარი თქვა სამთაში. რატომ ფიქრობ ასე? ქოჩორა საქართველოს წავიდა 18 წლის ასაკში და 24 წლის ასაკში ჩაჯდა პირველ გუნდში. ანუ 6 წელი დაჭირდა ესპანეთში იმისთვის რომ ეს ასაკობრივები ეთამაშა, მეორე გუნდში ეთამაშა, მე მესამე ლიგაში იყო ნახევარ სამოყვარულოში. ანუ ძალიან გრძელვადიანი პერიოდია 6 წელი. და ძალიან დიდი შრომა ჩადო იმისთვის რომ აქამდე მოსულიყო. ანუ ქოჩორას ხო არა აქვს რაღაც ტალანტის ბექგრაუნდი ან ვარსკვლავის ბექგრაუნდი არა აქვს. ქოჩორა იყო ანუ ქოჩას განვითარება მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, მეტწილად განსაზღვრა იმაზე, რომ ძალიან შრომელია რა, როგორც მენტალური კუთხით ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე, ასევე იგივე მოედანზე და ასე შემდეგ. ქოჩორას აქვს დიდი მიზნების ფეხბურთელი, ანუ შეიძლება იმ მომენტში ის არ იყოს მზად ამისთვის, მაგრამ 5 წლიანი კონტრაქტი სპორტიკთან იმას ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში თუ მე ვიშრომებ გავაგრძელებ შრომას იმ კონკურენტებთან, კარგად შევალ კონკურენციაში, იმათგანაც ვისწავლი რაღაცას, ამ კონკურენციაში განვითარდები და რაღაც ეტაპზე მოვახერხებ, რომ მე ვიღო მეტი სათამაშო დრო. იგივე ამ მომენტში, როცა იულმანდი კაპიტანი არის მიდის დიდი ალბათობით ზაფხულში და 70-80 მილიონს ითხოვს სპორტინგი მის ანსო და იგივე მორიტაც მის და ამ მომენტში ვიდრე ახალი ფეხბურთელები აუცილებლად მოვლენ, მაგრამ ვიდრე ისინი ადაპტაციას მოასწრებენ, ქოჩორა ამისთვის მზად უნდა იყოს. მე მგონია ეგ მომენტი საკვანძო იქნება ქოჩორასთვის სპორტინგში დამკვიდრების თვალსაზრისით და ანუ დიდი მიზნების ფეხბურთელია რა
და გრძელვადიანი მიზნების ფეხბურთელია და ამიტომ გადაწყვიტა რომ იგივე სპორტში გადასულიყო. თორე ლევანტეში კოჩრა ნებისმიერ დროს დაბრუნდება. ისეთი ის დატოვა ავტორიტეტი და ისეთი სახელი დატოვა ლა ლიგაში ხო გადაიყვანა და გარდა ამისა კოჩრათ მიღებული თანხით ახალი გუნდი ააწყო ლევანტე. ძალიან ბევრი სარგებელი მიიღო ლევანტემ კოჩრაში შესაძლოა და ეხლაც ქონდა შეთავაზება და ოსასუნადან და სელტადან. ხო და ზუსტად მაგას ვიძახდი რომ ეგეთი დონის გუნდში კოჩრა ნებისმიერ დროს დაბრუნდება და ახლა 26 წლის ახლა უნდა შეძლოს აი დიდი მიზნებისკენ თუ მიდის და აი სპორტი ხო ძალიან დიდი გუნდი მე-7 ადგილზე გავიდა ლიგის ზონაში რა, ლიგის ფაზაში. და აი ამას აქ უნდა შეძლო ასეთ გუნდში დამკვიდრება, თორე 30 წლის მერე უკვე სხვა რაღაცებზე ფიქრობს რა, ნებისმიერ ფეხბურთელს. თუმცა თუ 6 წელი დასჭირდა სპორტინგშიც ადგილდასამკვიდრებლად, კი გახდება 12 წელს და მე მგონია გონივრული ვადა იქნება ალბათ 2 წელი რა მაქსიმუმ. ან წელიწად ნახევარი. ან შეიძლება ზაფხულში. ძალიან დიდი შანსია რომ ამ 2 წლის განმავლობაში ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი კადრი დააკარგა. ან დიდ რისკზე მიდის, მაგრამ მისი პიროვნებიდან გამომდინარე, ჩემპიონატიდან გამომდინარე, ლა ლიგა და პორტუგალია რო შეადარო, აი ცადადე დამიცა რა. ძალიან დიდი სხვაობაა კლასში. ხო, მაგრამ საკმაოდ სუსტი ჩემპიონატია პორტუგალია 3 გუნდს, ნუ ბრაგაც აი ჯანდაბას მივათვალოთ რა. მაგრამ აი მიწევს ყურებები, ეშტორილის თამაშებს უყურებ, ლომინაძეც არის იქ და ანუ ვერ თამაშობენ ისეთ დონეზე რა. ერთი პერიოდი იყო რომ რუსეთის პრემიერლიგა UEFA-ს ცხრილში უსწრებდა პორტუგალიას. ამოაქთო რა იმ 6-ულიდან და 7-ულიდან. და ეს 3 გუნდი ცალკეა და ის საერთოდ სხვა სამყაროა რა. კარში ვერ ურტყამენ ელემენტარულ კონკურენციას ვერ უწევენ და ლა ლიგაში ბოლო ადგილოსანი გვინახავს რომ რეალისტს და ბარსელონასთან მოუგია. ჩვეულებრივი ამბავი არის ძალიან ანუ მეორე რეალობად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მაგალითად და განვითარებისთვის სად ლა ლიგა ვინებს ეთამაშები და სად იქ მორეირენსე და ჟილ ვისენტე და ანუ მეორე სცენარიო დავინახოთ რა დარჩენილიყო ლევანტეში ეხლა ლევანტე არის მე-19 ადგილზე და შეიძლება 1 წლის შემდეგ ლა ლიგა ორში ყოფილიყო და ევროპის ჩემპიონატზე ისე მაგრა ითამაშა კოჩო რომ მაშინაც კი ვერ წავიდა რა მაშინ წასულიყო ან სპორტინგს ვარიანტი მაშინაც ქონდა და რაღაც არ გამოვიდა მოკლედ და ანუ კოჩო რა იყოს თქვა ვარსკვლავი ან რაღაც აი კვარაცხელი ხო არ არის კოჩორაშვილი რა ბევრი ეგეთი ბევრი ოფერი მას კარიერაში არ ექნება როგორც სპორტინგია ნაკრები კარგად გამოიყენა თავის ასე თქვა გასაპიარებლად და გასაცნობად საფეხბურთო სამყაროსთვის რა და ზუსტად ამ ნაკრებში გვაკლია ახლა ეს კაცი ანუ ეგ არის მაკედან გამომდინარეობ მე რომ კოჩორას გარის თამაში ძალიან უჭირს ჩვენს ნახევარდაცვას ხო და ანუ კოჩორაზე იმას ვამბობ ესეთი ბევრი წინანდელი მას არ ექნებოდა კარიერა შეიძლება ისეთი დაისრულებინა კარიერა ესეთი ვარიანტი აღარ ქონოდა რა იმიტომ რომ ну არ არის რაღაც ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელი, მაგრამ ну წარმატებული ფეხბურთელია და სპორტი კიდე ძალიან დიდი კლუბია რა და ისეთი შეთავაზება მიიღო, რომ ფეხბურთელი უფრო დაფასებული ხარ, ასეთ დიდ კონკურენციაში ხარ, უფრო მეტად დაფასებული ხარ, ასეთ კარგი კონტრაქტი აქვს, კიდე უფრო დაფასებული ხარ და უფრო კარგად გზნობ თავს ვიდრე ესპანეთში, სადაც ვიცით როგორი პირობებია დაახლოებით. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, ხშირად შევსწრები ორ სოციალურ ქსელებში დისკუსიებს და უნდა დარჩენილიყო დაუშვათ ლა ლიგაში, კოჩორა თუ უნდა გადასულიყო სპორტინგში, მამარდაზეც შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ და ყოველთვის ვეცნობთ თქვენს კომენტარებს და გიპასუხებთ ვიდეოს დადების შემდეგ, მოკლედ მოუთმელად გელოდებით. ასევე მოიწონეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი 50000 გამომწერამდე ცოტა გვაკლია და დაგვეხმარეთ, მალე გავზარდოთ ეს რაოდენობა და დავამგლოთ 50000 გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტიმულისთვის, კონცერტებისთვის, თლიანად არხისთვის და ამ პროექტისთვის რა, ბავშვებისთვისაც სტიმულის მიმცემი არის, კარგი გამოხმაურებები, მოწონებები და ზოგადად ამას აქში ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურად, მენტალურად თანადგომას. ახლა გადავიდეთ გათამაშების ნაწილზე, დასაწყისში გითხარით რომ როგორც კი 1000 ლაიქს დღევანდელი ვიდეო ავა, თქვენ 20 თქვენგანი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისტრს, ნებისმიერს, რომელსაც მოისურვებთ. ამისათვის საჭირო რომ კომენტარებში დაფიქსირდეთ და მე და დიმა 20 საინტერესო კომენტარს ავარჩევთ და 1000 ლაიქზე გათამაშება ჩაირთვება. დასასრულისთვის კი ეხლა დაგიტოვებთ პატარა ინტრიგას. საკმაოდ მალე დაბრუნდება კონტრშეტევა და იმ ტალანტს გაგაცნობთ, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ელოდებოდით და კომენტარებშიც გვიწერდით. აბა დროებით. თქვენი აზრით რომელ ტალანტზე გვაქვს საუბარი, დაწერეთ კომენტარებში და დაელოდეთ მორიგ ძალიან მაგარ ვიდეოს. აბა დროებით.